სომალის გამოყოფილ რეგიონში სომალილენდში ავაზას 10 ბოკვერი გადაარჩინეს, რომლებიც დაბადებიდან ტყვეობაში იყვნენ და საერთაშორისო ველური ბუნების სავაჭრო ბაზრებისთვის იყვნენ განკუთვნილი. ლორი მარკერმა ავაზების დაცვის ფონდის დამფუძნებელმა, რომელიც ბოკვერებზე ზრუნავს, განაცხადა, რომ ისინი ყველა სტაბილურ მდგომარეობაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი თვეების განმავლობაში ტყვეობაში ყოფნის გამო არასაკმარისად იკვებებოდა. მისი თქმით, ერთ-ერთი 8 თვის ბოკვერი 6 თვის განმავლობაში დაბმული იყო და ამის გამო სიარული ძალიან უჭირს, ხოლო ერთ-ერთი 5 თვის ბოკვერი კი არასაკმარისად იკვებებოდა და ძალიან დასუსტებულია. სალახლის რაიონში 14 აგვისტოში ჩრდილოეთით ჩატარებული ოპერაციისას 2 პირი დააკავეს, რომლებიც ბოკვერებს უკანონოდ ფლობდნენ. გარემოს დაცვის სამინისტროს დირექტორმა აბდინასირ ჰუსეინ საიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავაზას ბოკვერები მსგავს ოპერაციებში გადარჩენილ სხვა 109 ბოკვერს შეუერთდნენ. გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს სახელით ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით პოლიციას 10 ავაზის გადარჩენისთვის. ეს ავაზები უკანონო ვაჭრობისთვის იყვნენ განკუთვნილი. სამინისტრო ამჟამად დარასლამის რაიონში 109 ავაზაზე ზრუნავს. ჩვენ მოუწოდებთ სომალილენდის მოსახლეობას დაიცვან ველური ბუნება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო უსაფრთხოების ძალებს, განსაკუთრებით ჰარგეისას ჩრდილოეთ რეგიონის პოლიციის განყოფილებას. მათ 2 პირი დააკავეს მანქანით, რომლებიც ავაზას ბოკვერების უკანონოდ გაყიდვას აპირებდნენ. სომალილენდი ველური ცხოველებით არალეგალური ვაჭრობის მთავარი სატრანზიტო ცენტრია. აფრიკის რქის, იგივე სომალის ნახევარკუნძულის ცხოველთა დამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ სპარსეთის ყურის ქვეყნებში ეგზოტიკური ცხოველების მოთხოვნის ზრდისა და შედეგად მიღებული არალეგალური ვაჭრობის გამო, რომელიც გავლენას ახდენს აფრიკის რქის ქვეყნების ეკოსისტემებზე.